აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ესპანური ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ ვინსოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 2015 წლის ივლის-აგვისტოში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები 18 ბავშვი მოხალისე ოჯახების მიწვევით ესპანეთის სამეფოში დასასვენებლად იმყოფებოდა. მთავრობის მიერ გამოყოფილი იყო თანხა მისათვის, რომ გაკეთებულიყო ყველა საჭირო დოკუმენტი მისათვის, რომ ბავშვებს მიეღოთ ვიზა და გამგზავრილიყვნენ მადრიდში. მინდა მადლობა გადაუხადო როგორც ყველა იმ მოხალისე ოჯახს, ასევე ვინსოლის ფონდის თავმჯდომარეს ხულიო გარსიას, რომელმაც გააკეთა ეს ორგანიზება და ყველა იმ ხალხს, ვინც იყო ჩართული ამ პროექტში. მოზარდები 2 თვის განმავლობაში ესპანურ მოხალისე ოჯახებში ისვენებდნენ, სადაც მათ ესპანელი ხალხის კულტურის გაზიარებისა და ესპანური ენის შესწავლის საშუალება მიეცათ. პროექტის ფარგლებში ჩართულები იყვნენ ოკუპირებული გალის რაიონის სკოლის მოსწავლეებიც. ეს ორგანიზაცია ძალიან დიდ საქველმოქმედო ღონისძიებას ახორციელებს და ბავშვები მიყავს დასასვენებლად. მინდა გითხრათ, რომ იქ არის ჩვენი თანამემამულე ბატონი გოგიტა შამუგია, რომელიც დიდ დახმარებას უწევს თვითონ ორგანიზაციას და აფხაზეთის მთავრობას, რომ შედგეს ეს პროექტი. უკვე მესამე წელიწადია ჩვენ ჩართულები ვართ გალის რაიონის რესურს ცენტრი ჩართულია ამ პროგრამის განხორციელებაში და ბავშვების გამგზავრების პროცესში და აი ამ წვლილისათვის, ამ უანგარო შრომისათვის ორგანიზაცია ბატონი ხულიო გარსია კარპიოს ხელმოწერით ეს პრეზიდენტი გახლავთ. მისი ხელმოწერით ესეთი მადლობის სიგელი, ასე ვთქვათ, გამოგვიგზავნა მაშინ, როდესაც ბავშვები დაბრუნდნენ ესპანეთიდან. მე ვიყავი მადრიდის დასავლეთ მხარეს და ქალაქს თვითონ ქვია არანხუესი. საკმაოდ პატარა ქალაქია მადრიდთან შედარებით, მაგრამ უკვე შეჩვეული ვარ და ძალიან მიხარია იქ ყოველ წელს ჩასვლა და კარგად ვიშურებთ. მე ბარსელონაში წავედი ზღვაზე ქალაქ გარეთ, იქ ქრისტიანული საუკუნის და იქ სასახლეები და ყველაფერი დავათვალიერეთ და ძალიან კმაყოფილი დავრჩით 11 დღე ვიყავით იქ. მადლობა მინდა იმ ჯგუფს გადავხადო მადლობა, რომელმაც მომიწვია აქ და მშობლებმაც. მე ძალიან მომწონს ეს მშობლები. ესპანეთში შევიძინე ძალიან ბევრი მეგობრები და Facebook-შიც დავიმატე და ვემეგობრები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი ვინსოლი 2008 წლიდან თანამშრომლობენ. ფონდის ორგანიზებითა და აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელშეწყობით პროექტი ყოველწლიურად ტარდება და მომავალშიც გაგრძელდება.